მოვიკითხო ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო აუცილებლად პატიმრები მინდა მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო და განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო რუსეთში მყოფი მრევლი ჩვენი სამრევლო ჩვენი ძმები დები რომლებიც თუ მე მამა გიორგი მითხრა მე არც ვიცოდი ძალიან ინტენსიურად და ხშირად გვიყურებენ ხოლმე და ძალიან ისე სულ ამ გადაცემას ხომაგობენ და მამაურო იყო ჩასული კიდე უთხრეს კიდევაც რომ და მადლობა ჩემო გვითვალეს და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ აქედან და გული და სულით ჩვენ მათთან ვართ და აბსოლუტურად ყველა მთელ სამრევლოს ნებისმიერ ადამიანს ვინც უცხოეთშია და იქიდან გვადევნეს ხოლმე ინტერნეტი თვალყურს მინდა აუცილებლად გამოვაცხადო ვინც რადიოს საშუალებით გვისმენს FM 105-სა და 1-ზე გადავიდა ტალღაზე ეს უბრალოდ ერთი პატარა ალბათ 105-ზე და 0-ზე იყო და 105-სა და 1-ზე გადავიდა ჩვენი ტალღა და შეგიძლიათ იქ მოусმინოთ ხოლმე ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა იქნება აუცილებლად სხვა ეკლესიებთან ურთიერთობა და ქრისტიანების ურთიერთობა ერთმანეთს ზოგი ლაპარაკობს ხა ძალიან ხშირად შევსწრებულობა ხოლმე რომ აი ბერძნული ეკლესია, აი რუსული ეკლესია, აი ჩვენი ეკლესია აი რუსული მხრივ უფრო ის არ ქვია მიდი ზოგი ესეთი რაღაცა რომ არსებობს თუ არ არსებობს მოდი ჩვენ გავიგოთ მოძღვრისგან რომელიც აი ალა ჩვენს მენელსაც და ყველას ძალიან წერენ ხოლმე ხშირად ძალიან მოენატრა და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა მობრძანებისათვის და მამა გიორგი თეოდორაშვილი ყავს ჩემი წარდგენა არც ჭირდება ყველამ ძალიან კარგად იცის მამა გიორგი მამა დაგულოცეთ თუ შეიძლება ღმერთმა დაგულოცოს წმინდა გაბრიელ ვერის მეუხებით და დიდი სიყვარულით გიორგი მე პირველ რიგში უფალს ვწირავ მადლობას და მე თქვენ რა მომიწვიეთ და მომეცა საშუალება ჩვენს მართლმადიდებელ მრევლს კიდევ ასე თქვა გარკვეული სიყვარულით მივმართოთ როგორც თქვენ აღნიშნეთ ჩვენი საუბარი დღეს შეეხება ასე თქვათ ჭყალებში სხვა ეროვნების ეკლესიებს ასე თქვათ და სხვა ეროვნების მორწმუნეებს საეკლესიო სწავლება არის შემდეგი რომ ქრისტეში არ არსებობს არც ებრაელი არც ქართველი არც რუსი არც სომეხი და ბერძენი ანუ ყველა ვინც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი ის არის ერთი სისხლი და ერთი ხორცი ანუ ჩვენ ვაღიარებთ ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას რომელიც მსხემობს ანუ მოღვაწეობს საქართველოში, რუსეთში, საბერძნეთში, ამერიკაში, ევროპაში და ასე შემდეგ. ღვთისწყალობით და პატრიარქის თვითაკურთხევით ჩვენი 10-კაციანი ჯგუფი ბრძანდებოდა რუსეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდათ ამბა დავითი ალავერდელი მიტროპოლიტი ალავერდისა, შუამთის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა იოანა და მონაზონი თეკლა, მე თქვენი მონამორჩილი და მრევლის წევრები. თქვენ რომ დამირეკეთ გიორგი და მითხარით რომ დღეს მესაუბრა ჩვენს მომლოცველობაზე ძალიან ბევრი ვიორჭოფე რომ ცით არაერთგვაროვანი განწყობა არსებობს რუსებთან, რუსეთის ეკლესიასთან და ამიტომაც გავაკეთე ამ ხელა შესავალი რომ მე ის რაც ვნახე და განვიცადე ყველაფერი ისე რომ ვთქვა შეიძლება დამწამონცილი და თქვა რომ მამა გიორგი მოიხიბლა მე რუსეთუმე გახდა და თქვათ იქ რაღაც თავის ჭკვასი გადაიყვანეს და ასე შემდეგ, მაგრამ რაც ვნახე და რაც ჩვენ ფირზე აუღბეჭდეთ, ეს ყველაფერი შემდგომში ალბათ იქცევა დოკუმენტარულ ფილმებად და საზოგადოება ამას ნახავს და მე პირველ რიგში რას მივხვდი ეს ყველაფერი მეუფე დავითმაც ახსენა თავის ქადაგებაში ოპტინის მამათა მონასტერში რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, სადაც გინდა წავიდეს, ყველგან არის მისი სახლი, ყველგან არის ღმერთი და ყველგან არის მართლმადიდებელი ეკლესია. ანუ ჩვენ ქართველი მართლმადიდებლები, მღვდელმთავრები, მონაზვნები, მამები და მრევლი ვიყავით ჩვენს მონათესავე მართლმადიდებელ ეკლესიის, ასე თქვათ, მონასტრებში. ჩვენ იქ არ ქონია არც პოლიტიკაზე საუბარი, არც იმაზე ვინ არის ტყუანე, ვინ არის მართალი, თქვათ. იქ იყო ლაპარაკი ერთობლივ ლოცვაზე და ღვთისწყალობით და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ლოცვა-კურთხევით ჩვენ 3-4 ერთობლივი წირვა აღვავლინეთ. ისეთ დიდ მონასტრებში, როგორიც გახლავთ წმინდა სერგი რადონეჟელის დიდი ლავრა, ასე თქვათ, სამების ლავრა ქვია, რაცა მისი უხრწნელი ნეშტი განისვენებს, იქ იყო პირველი ერთობლივი წირვა, შემდგომში მოსკოვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მოსკოვის დონის, ღვთისმშობლის დიდ მონასტერში, რაცა მეფე არჩილის ნეშტი განისვენებს და ქართული თავადაზნაურების, ქართველი ქრისტიანების შემდგომში
მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში თუ არ ვცდები წმინდა სამების ეკლესიაში, ასე ყოველ ორ შაბათს დავით გარეჯელის პარაკლისი იკითხება და ძალიან ბევრი მრევლი დადის, აი ამ მონასტერში გადავიხადეთ პარაკლისი და აურაცხელი მრევლი მოვიდა, დაახლოებით როგორც წინამძღვარმა მითხრა, ამდენი ხალხი არ ახსოვს ამ ეკლესიას, 400-500 ადამიანი ესწრებოდა აი ამ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ უბრალო პარაკლისს და ჩვენი მომლოცველობის გვირგვინი გახდათ ოპტინაში, ოპტინა მოგახსენებათ ეს არის ყველაზე დიდი მონასტერი რუსეთში, ისტორიული მონასტერი, დოსტოევსკი, გოგოლი და სხვა გამოჩენილი ინტელექტუალები სტუმრობდნენ ამ მონასტერს და ამბროსი ოპტინელი და ის 14 დიდი მამა მოღვაწეობდა, აი აქ მოგვიწია ასევე ქართულ რუსული, ანუ ერთობლივი წირვა. და ჩვენი იქ ჩაბრძანების მიზანი იყო ის, რომ აი ამ დიდი წმინდანების ხატები ჩამობრძანებული იყო საქართველოში. ის წყალობით ასეც მოხდა მოსკოველი მეცენატების გარკვეული კარგი ადამიანების შემოწირულობით მათ მთხოვეს რომ არ დავასახელო მათი სახელი და გვარები დაიწერა ოპტინელი მამების ხატი და დაიწერა წმინდა სერგი ადონეჟელის ხატი და დაწერილიყო ასევე წმინდა სერაფიმ საროველის ხატი სამწუხაროდ ვერ მოესწრო ალბათ მას შემდგომში ჩამოვაბრძანებთ აი ეს წმინდა ხატები ჩვენ ერთად ასე ვთქვათ, მივაბრძანეთ ყველა ამ მონასტერში, შევახეთ იმ დიდი მამების წმინდა ნეშტს და შვიდობიანად დავბრუნდით საქართველოში. მე ვფიქრობ, აქ ბევრი სასაუბრო და რაღაც გარკვეული აჟიოტაჟი არ არის საჭირო, რომ გამოვხატოთ, თავარი ის არის, რომ ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლობა არის სიყვარულის რელიგია და ჩვენ სიყვარულით ჩავედით, სიყვარულით დავხვდნენ და ეს სიყვარული ყველას თვალებში, ესე ვთქვათ, ანათებდა და მე ძალიან გახარებული და კმაყოფილი დავბრუნდი იქიდან. თუმცა პირველ რიგში მაინც მივხვდი იმას, რომ შენი მამული უნდა გიყვარდეს, შენი ადგილობრივი ეკლესია უნდა გიყვარდეს და მე მაინც ჩემი ნანიყალა მომენატრა, ჩემი მრევლი, ყალებში ჩემი, რა თქმა უნდა, წმინდა ნიკოლოზის მრევლია და ეს მრევლი არის ნარიყალა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის და პირველ რიგში მაინც ჩემი საკუთარი დედა სამშობლო და დედა ეკლესია მომნატრა, მაგრამ მივხვდი იმას, რომ ესეთი ძალად შექმნილი მტრობა აი ამ ორ დიდ ეკლესიას შორის არის ბუნებრივია ეშმაკისგან ჩაგდებული გარკვეული ცრუ ქმედება, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ ადამიანის თვალები დაივიწყო, რომლებიც ქართულად უსმენ, ესე ვთქვათ, ქართულ ასამაღლებელს გაბრწყინებული თვალებით და ყურებით უსმენდნენ და ქართულად საკითხულ სახარებას მე ყველგან მომიწია სახარების საკითხვა აი ამ ასე ვთქვათ მდგომარეობას ვერ აგიწევთ როგორი სიხარულით უსმენდნენ რუსები ქართულად საკითხულ სახარებას აქვე დავძენ რომ ოპტინაში ქართულ ენაზე წირვა არ ყოფილა არასოდეს და ქართულ მთავარს იქ წირვა არ აღუვლენია ეს იყო პირველი შემთხვევა იმედი მაქვს ალბათ კიდევ მოხდება ასეთი სასიხარულო მოვლენა და მე მინდა მადლობა შევწირო ღმერთს და მადლობა შევწირო იმ მამებს, რომლეთაც მე ძალიან დიდი სიყვარული დამანახეს და ალბათ ასეთი ურთიერთობით ჩვენი ერები ისევ ასე თქვა დაბრუნდება ძველ ურთიერთობაში და ჩვენ შორის იქნება სიყვარული. შეიძლება ახლა გარკვეული ადამიანები მისმენენ და თქვა ვეცოდები, შეიძლება განმეკითხავენ, შეიძლება ვიღაცას მოგზავნილიც ვეგონო და თქვა რომ აი საწყალი მამაო რა დღეშია ჩვენ რუსებმა ანექსია მოგვიწყვეს აქ თქვა სამოჩაბლო დავკარგეთ აფხაზეთი ისინი ხოცავდნენ ჩვენს ბიჭებს თქვა ხო აგვისტოს ომში ასეც იყო რა თქმა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ იგივე აზროვნებით არ უნდა ვიფიქროთ იმ მართლმადიდებელ მამებზე და იმ მონასტერში მოღვაწე ბერებზე რომლებიც ივერიის ეკლესიას და ივერიის ღვთისმშობლის ხატს რომლის ხსენებას დღეს არის განსაკუთრებული სიყვარულით მიმართავენ და წარმოუდგენელია თქვა ეხლა ჩვენ სერაფიმ საროველის მონასტერში მოღვაწე დედებს და მამებს ან ოპტინის მონასტერში ან იგივე წმინდა სერგი ადონეჟელის მონასტერში მამებს და იქ მოღვაწე ყველა მორწმუნე ქრისტიანებს რაღაც სივად შევხვედრილი ყავით რაღაც ეჭვის თვალით გვეყურა რაღაც უაზრო შეკითხვები დაგვესვა და პოლიტიკაზე გვესაუბრა ხო ეს ეკლესიის საქმე არ არის პოლიტიკა ეკლესიის საქმე არის სიყვარული სიყვარულის თესვა მეგობრობა ადამიანობა რაც თავარია იმისი დამტკიცება რომ ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ. მას ხო არის ბრძანებს რომ იმით მიხვდებიან ჩემი მოწაფეები რო ხართ რომ ერთმანეთი გეყვარებოთ. თუ მართლმადიდებელ რუსს, მართლმადიდებელ ქართველს, მართლმადიდებელ ბერძენს, მართლმადიდებელ ამერიკელს, ან სომეხს, ან თქვათ ნებისმიერ ევროპის ქვეყნის მაცხოვრებელს არ ეყვარება ერთმანეთი, არ გვეყვარება ერთმანეთი
ჩვენ გამოვდივართ უკვე მაშინ მატყუარა და სრუპენტელა ხალხი. ამას რო დაინახავენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები არ ჩამოთვლი ვიზია საუბარი, ანუ არა მართლმადიდებლები ბუნებრივად აქვსინებენ და იტყვიან, ნახეთ, მართლმადიდებელი ქრისტიანი ერთმანეთთან როგორ დამოკიდებულებაში არიან და თქვენ რაღაცზე უნდა იქადაგოთ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს მოღვაწეობა გარკვეული ღვთისწყალობა იყო, ჩვენი დაძმობილება, გახსენება იმისა, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და მე ჯერა როგორც მართლმადიდებელი მოძღვარს, რომ იქ მოღვაწე მამები უფრო გულით და სულით ილოცებენ ამის მერე ჩვენ შერიგებაზე, საქართველოს ეკლესიაზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო დათბება. იგივე შეიძლება თქვათ, ალბათ ჩვენ მომავალში თუ წავალთ ევროპაში რომელიმე მართლმადიდებლური მონასტერში ან მასპინძელ ქვეყანაში, იგივეს ვიტყვი და იგივე დახვედრა იქნება, იგივე სიყვარული იქნება, იმიტომ რომ ვინც ჭეშმარიტი მორწმუნეა და ვინც მართლმადიდებელია, მისთვის როგორც აღნიშნე, სულ ერთია, რუსი ხარ, ქართველი ხარ, აზერბაიჯანელი ხარ, სომეხი ხარ თუ ბერძენი ხარ. ასეთი რაღაც უკვე არის პოლიტიკის გავლენა ეკლესიაზე. ეს არის ეროვნული რაღაც გარკვეული მეშჩანობა და რაღაც დაცემულობა. რომ ღმერთმა ერთი ერიდან შექმნა სხვა ყველა ეროვნება და ეს ამ ხალხს ღმერთმა ყველას მისცა ეროვნება, შემდგომში აურია მათ ენები. მაგრამ ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს, რომ სულთმოფენობის ჟამს სულიწმინდა გადმოვიდა იქ მყოფ ყველა ეროვნების ადამიანზე. ანუ ეკლესია, დედა, 60 ქულო მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველასთვის და ყველა ქვეყანაში არის ის თავისი მოღვაწეობის ხარისხით და თუ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩემო გიორგი, ღვთისწყალობით მოგვიწევს, თქვათ ავსტრალიაში, ამერიკაში, თქვათ საბერძნეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში წავბრძანება, მე უფრო შეიძლება მეტად გახარებული ჩამოვიდე და ვთქვა, რომ აი იქაც უყვართ ღმერთი, იქაც უყვართ ქართველობა, იქაც არიან მართლმადიდებლები. ეს არავითარი პოლიტიკა არ არის და არავინ არ თქვას, რომ ამ ქვეყანაში არიან მართლმადიდებლები, იქ არ არიან, ღმერთს ყველგან ყავს თავისი შვილები და ღმერთის სხეული მისტიური ეკლესია არის ყველა ქვეყანაში. ინდოეთშიც არის, ავსტრალიაშიც არის, ჩინეთშიც არის და არ შეიძლება ჩვენ ეჭვის თვალით შევხედოთ და ვთქვათ, რომ მე ქართველი მართლმადიდებელი ვარ და შენზე კარგი მართლმადიდებელი ვარ, რუსი ხარ, ჩინელი ხარ თუ ამერიკელი ხარ და აი ამით ჩვენ ეროვნებით გადავამეტოთ სხვა რომელიმე ეკლესიის წევრს. შეიძლება აი ხვალ რომელიმე ინდოელი მართლმადიდებელი იგივე აბოთფილელი ავიღოთ, რაღაც შორის მივდივართ, ხო? გახდეს შენზე კარგი. რამდენი ქართველია და იეღოვას მოწმეა, რამდენი ქართველია და თქვათ მუსლიმანია. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას მათ, რა თქმა უნდა და არავინ არ იფიქროს, რომ თქვათ მე ქართველ მუსლიმანს ვაყენებ შეურაცხყოფას ან რაღაც. უბრალოდ სასურველია, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა ხო ეს სინონიმებია. ჩვენი წინაპარი ხო ყოველთვის სწირავდა მართლმადიდებლობას თავს და აი მეტომაც იყო, რომ ჩვენმა მეფემ, ერეკლე მეორემ და ჩვენი აი ბოლო იმედი, ასე თქვათ, იყო რუსეთი და იმიტომ რუსეთი რომ ის იყო მართლმადიდებელი ქვეყანა. ნუ ხამდენად გაგვიმართლა ამ ყველაფერში როგორ მოხდა, ეს უკვე ისტორიკოსების საქმეა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შავი წერტილი და მძიმე მდგომარეობა, მაგრამ სულ ასე ხომ არ უნდა ვიყოთ, ხო? შეიძლება დათბეს ურთიერთობა და ჩვენ ისეთივე მეგობრები ვიყოთ, როგორც ადრე ვიყავით. როგორ შეიძლება, რომ თქვათ, ქართველს უთხრა, რომ შენ არი ლოცო სერაფიმ საროველზე არ სთხოვმა შემწეობა, იმიტომ რომ ის რუსია, თეოფანე დაყუდებული, ეგნატე ბრიანჩანელოვი, ოპტინელი მამები, ამბროსი, ოპტინელი და რა ვიცი, სერგი რადონეჟელი და უამრავი მამა ყავთ, ხო? იგივე წმინდა მატრონა არ ჩამოვთვლი. მე კიდევ ვიმეორებ, რომ მე ჩემს წმინდანებს მივაგებ პატივს და სხვათა შორის ესეც უნდა აღვნიშნო, რომ დღეს დიდი სიხარულია ქვეყანაში, თქვენ წარმოგიდგენთ, ყველგან იცნობენ რუსეთში მამა გაბრიელს, მამა გაბრიელ ურგებაძეს და მე ჩამოვიტანე ფილმები თანამედროვე მამების შესახებ რუსულად და ერთ-ერთი მათგანი არის მამა გაბრიელზე ფილმი. თუ გექნებათ სურვილი, მე იმ დისკს მოგიტანთ და თქვენ აჩვენებთ რუსეთში როგორ უყვართ მამა გაბრიელ, ღირსის ალოსი არქიმანდრიტი გაბრიელი. და ახლა წარმოვიდგინეთ, თუ მათ მამა გაბრიელი უყვართ, რატო არ უნდა მიყვარდეს მე სერგი რადონეჟელი, თქვათ, ხო? აქ უკვე მე მგონი ეგ უნდა ბოროტსაც მამაო, რომ ჩვენ ერთმანეთის წმინდანები არ გვიყვარენ, იმიტომ რომ მაინც ერთი არის, ზეცაში ერთად არიან ისინი და ისინი ჩვენ რო რუსეთი გვიშავებს იმაზე წუხან, ყველა ერთად და ჩვენ არ უნდა უყუროთ, აი შეიძლება სმენელმა მინდა რომ მე შემდეგში ინტერნეტში მამაო დაიდება ეს და ძალიან დიდი განხილვა მოყვება ამ ყველაფერს და მინდა რომ აუხსნა რომ ჩვენ მართლმადიდებლობისთვის საუბრობს მამაო იმას, რომ რუსეთი არ არის სიტყვაზე დამპყრობელი და ავაზაკი პუტინი. თქვენ რუსეთს უნდა შეხედოთ სერაფიმ საროველიდან, ქსენია პეტერბურგელიდან და აი ესეთი მამების და დედებისგან, ხო მამაო? და ჩვენ იმას არ ვამბობთ, თუ ვიღაცა ამართლებს რუსეთის იმ ქმედებებს, რაც დააშავა.
რა თქმა უნდა მაგას არ ვამართლებთ. ანუ ეკლესიის ხაზით საუბრობს მამაო და ვინმე სხვანაირად არ გაიგოთ მე, იმიტომ რომ 1000 ინტრიგას მოაყოლებენ მამაო ამას ზოგი გიორგი 1000 ბოროტი ადამიანი არის და დროულად ჩართვა გააკეთეთ. მე მაგაზეც ნაფიქრი მაქვს უკვე რომ ვიცი რომ ყველას არ მოეწონება ჩემი საუბარი, მაგრამ რა პასუხი გავცეთ დედოფალ შუშანეკს, ხო? ზოგშელება სომხები არ უყვარს, მაგრამ დედა შუშანეკი სომეხი იყო, ხო? რაღაც ებრაელები არ უყვარს, მაგრამ სიდონია ებრაელი იყო და ებრაელებმა ჩამოაბრძანეს კვართი საქართველოში, ხო? სპარსელები არ უყვარს, მაგრამ ევსტათი მცხეთელი სპარსი იყო. არაბები არ უყვარს, მაგრამ აბოთფილელი არაბი იყო, ხო? ასე რომ გავყვეთ და ჩვენ ახლა ყველა თქვა სხვა ეროვნების წმინდანებზე უარი ვთქვათ, ჩვენი სასულფეური დარჩება ცარიელი ნახევრად მაშინ გამოდის, ხო? ასე რომ მე რუსეთს კი არ უკმევ და რუსეთს კი არ ვააქებ და კი არ ვიძახი რომ პუტინი მაგარი პრეზიდენტია თქვათ, მე არ მაინტერესებს როგორი პრეზიდენტია პუტინი. მე მაინტერესებს ის რომ ასეთი დიდი უკიდეგანო ქვეყანა როგორც არის რუსეთი, იქ გარკვეული მართლმადიდებლობის გამოუვლინება ვნახე. და ღმერთმა ინებას რომ მთელი რუსეთი იყოს მართლმადიდებლური, პრეზიდენტის და მთავრობას რომ სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ატომური ქვეყანა იყოს მართლმადიდებლური. მე არ ვიძახი იმას რომ ისინი სანიმუშო მართლმადიდებლები არიან და ჩვენზე კარგი მართლმადიდებლები არიან. უბრალოდ მე გამიხარდა ის რომ ჩვენ რომ გონია რომ იქ არის სიცივე, იქ არის აგრესია, იქ არის ბოროტება, იქ არის წყარო ყოველგვარი გარყვნილების. ნუ ქართველი კაცი ხო რუსეთში გარყვნილებისთვის მიდიოდა და მიდის თქვა. ხო ისინი ხო ფიქრობენ რომ რუსი კაცი არის ლოთი და გალი არის მეძავი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ამ კუთხით ნუ შევხედავთ რუსეთს, ხო? იქ დიდი მამების სავანეებია და ასე შევხედოთ, იმიტომ რომ მე მგონი რომ სერაფიმ საროველი და мама გაბრიელი შეარიგებენ საქართველოს და რუსეთს, მე ვფიქრობ ასე და თუ ჩვენ ასეთი მისვლა-მოსვლა გვექნება, ხა ჩვენ დავპატიზეთ ის მამები ჩვენთან რო ჩამოვიდნენ და ვისაც კი შეხება ქონია საქართველოსთან, ყველამ ძალიან თბილად მოგიკითხა და რა ვიცი, აი ძალიან დიდი სიყვარულით დამაბარეს გარკვეულ მოძღვრებთან მოკითხვები და ნუ ჩვენ პატრიარქზე ხო აღარ არის საუბარი, როგორ უყვართ ჩვენი პატრიარქი და ეხლა ვიღაც გამწარებული ვიცი მისმეს და აცხადებს რომ აი ფიცი მწამს და ბოლო მაკვირებს, ხო? თუ უყვარვართ, რაღაცო გბომბავენ, რაღაცო გვაჭრიან მიწას და მე ვფიქრობ რომ ის ხალხი ვინც ჩვენ ერს ებრძვის, ისინი თვითონ რუსების მტრებიც არიან ფაქტიურად და თვითონ რუსებს უტეხავენ სახელს ისინი. მე ასე ვფიქრობ, ჩემო გიორგი. დიახ და ჩვენ მართლმადიდებლებზე გქონდა საუბარი და ის ადამიანები, ვინც მაგალითად ჩვენთან აშავებენ, ხო ისინი სულ არ იგულისხმებიან აქ, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ მართლმადიდებლებზე და ქრისტიანებზე. ასე რომ იცოდეთ წინასწარ, რა ვიცი, ეს მაინც იმას ქენი, მამაო, რა ვიცი, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი მაგალითად აი ჩვენი ის ადამიანი, რომელიც მე არ ვიცი რა, ესეთი ადამიანი მე მგონი სოფლიოს არ გააჩნია, ჩვენ რამხელა განძით ყავს, მართლა აი მე არ ვიცი, ამაზე დიდი საჩუქარი რომ ჩვენ ამ წლებში ვცხოვრობთ, ხო? არ ვიცი და უბრალოდ თვითონაც აი მაგითაც უნდა დაფიქრდეს ადამიანი რაღაც ურთიერთობს მათთან, ხო? ესე იგი მამაო არ არიან, ხო ისინი ის ადამიანები, ვინც არ არიან საურთიერთო, იმიტომ რომ უნდა ისაუბროთ, ეხლა ჩვენ უწმინდესი ურთიერთობს მონასტრებთან და ვისაც ღმერთთან აქვს შეხება, თორე იმათთან არ ურთიერთობს, მამაო, ეხლა ღმერთმა დაუფაროს, რომ სიტყვაზე რა ის იმას ხო არ ნიშნავს, რომ ვინმე რაღაცა იმას ამართლებს მათ საქციას, არ ამართლებს და თვითონ იმ მამების მოსაზრებაც ვიცი, მამაო, რომ თვითონ არ ამართლებენ ჩვენ როგორც დავიჩაგრეთ იმას, რა თქმა უნდა. და არ აღიარებენ, მაგრამ ვინც ამართლებს, იმას თავის გზა აქვს და ძალიან ცუდათაც დაუბრუნდება ეს და ძალიან საწყენიც არის. მომლოცველობიდან გიორგი მოგიყვები ერთ პატარა შემთხვევას, რაც მე პირადად შემეთქვა. ჩვენი მომლოცველთა ჯგუფის ტიპიკონით არ იყო დიოევოს მოლოცვა, არ იყო გეგმაში, იმიტომ რომ წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დასრულებული არ იყო და მე ვთხოვე მეუფე დავით ალავერდილს რომ მოეცა კურთხევა, მე და რამოდენიმე ჯგუფის წევრი წავსულიყავით დიოევოში. თელეგრამზე მატარებლით ვიმგზავრეთ, 400 კილომეტრია მოსკოვიდან ნიჟნი ნოვგოროდი. და იქიდან მე 200 კილომეტრი, ანუ 600 კილომეტრი გავიარეთ მახარაშვილი რო იძახეს, ხო იცით, ეს პოეზდა მიეხალი ეხლა ესე და წარმოვიდგინეთ, ნამგზავრები და აღლილები როგორც იქნა მივახციეთ ამ მონასტრამდე, ეს არის რაღაც გრანდიოზული, ძალიან ლამაზი და დიდი მონასტერი და რო შევედით ეხლა მე და ეს ჩემი ჯგუფის წევრები მოვიკითხეთ, რა თქმა უნდა, კურთხევა უნდა ავიღოთ, რომ გადავიხადოთ პარაკლისის წმინდა სერაფიმ საროველის სიწმინდეებთან. და ამ დროს ესეთი ძალიან გრუბად შეხვდა იღუმენია დედა ეკატერინე, რომელიც იქ ყველაფერს განაგებს, კეთილმოწესე. და ამ დროს მე შემეტყო სახეზე, რომ არ მესიამუნა ბუნებრივი, ახლა 600 კილომეტრი გავიარე, იმიტომ რომ გადავიხადო პარაკლისი და ამ პარაკლისში ხო უნდა ვითხოვო მე წყალობა, სიკეთე, ჩვენი შერიგება, სიყვარული. და მაინც როცა ვაჩვენე საპატრიარქოს საფუთი რომ აი ვარ მე დეკანოზი თქვა, აქა და სახურობ.
ესე უხალისოდ მომცა ნებართვა დედაო შეჭმუხნული სახით და საკმარისია ჩვენ პარაკლისი გადავიხადეთ რაღაც ნახევარი საათი ვილოცეთ მე და ამ ჩემ მეგობრებმა და მე ამ დროს არ უყურებ დედაო გადაგვისმეს ჩვენ ერთი სიტყვა არ გაუგია ბუნებრივია მას ქართული ხო ესე იგი დღე და ღამესავით შეიცვალა ეს დედაო სახე გაუთბა გაიღიმა მე მითხრა მამაო წამობზანდით ესე იგი ხელში დამაკავებინა წმინდა ნივთების წმინდა სერაფიმ საროველის მისი ფეხსაცმელები მისი ნივთები მისი იარაღი ესეც მუშაობდა წარმოვიდგინეთ და გადაღებაც კი არ შეიძლება ფოტოთი და მანამდე ეს ყველაფერი ამოიღო და ჩვენ ჯგუფის წევრებს საშუალება მოგცა რომ ამბორი გვეყო ჩვენთან გადაიღო სურათი გვატრაპეზა რა მოკლედ ყველანაირად ესე თქვა თვილი დამოკიდებულება ანუ მას ეთყობა შეხება არ ქონია ქართველებთან და რო დაინახა რომ ჩვენ არ ვიყავით ვიღაც აგრესორები და არ ვაპირებდით თავის აფეთქებას ხო მონასტერში სულ სხვანაირად შეგვხედა ანუ ეს ნიშნავს იმას რომ დედაო არ იცნობდა ქართველებს ჩვენი ლოცვის შემდეგ წმინდა სერაფიმ საროველის წყალობის და კურთხევის შემდეგ ამ ადამიანს სახე გაუნათ და ბიჭები როგორც ამ ყველაფერს ხედავდნენ მე უნდა რომ აი დღე და აი რაღაც გამოანათაო ამ ადამიანის სახეზე აი ასე მინდა რომ ჩვენ ურთიერთობაში მოხდეს გამონათება ის ხალხი ახლა ვინც ჩასაფრებული ალბათ ბრაზდება ჩვენ საუბარზე და რაღაცებს დადებენ ხო იქ ალბათ დადებენ და დადონ არ მეშინდა მაგისი მე მინდა რომ გული გაუთბეთ და შევახსენო მათ რომ ღმერთი არის სიყვარული და ჩვენთვის რუსი, ქართველი, ამერიკელი, ევროპელი და რა ვიცი ნებისმიერი ეროვნება არის ღვთის შვილი და გვინდა რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და ყველა ადამიანი ცხონდეს. და ამის მაგალითები ვიყოთ ჩვენ ქართველი და რუსი მართლმადიდებლები და რომ ჩვენში იყოს სიყვარული. საკმარისია ეს არ იყოს მაშინ უფალი გვეტყვის მერე რომ მე თქვენ არ გიცნობთ და მართალიც იქნება იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ ქართველ მართლმადიდებლს არ გიყვარდეს სხვა ეროვნების მართლმადიდებელი და ამბობდე რომ ის ცუდი მართლმადიდებელია, ფარისეველია, პოლიტიკოსია, რა ჩემი საქმეა განსჯა. თუ ისინი ცუდი მართლმადიდებლები არიან, თვითონ აგებენ პასუხს, ხო გიორგი, ახლა მე ადვოკატი ვერ ვიქნები რუსების და სხვა ეროვნების მართლმადიდებლების, მაგრამ მოდი სიყვარული დავინახოთ ამ ყველაფერში. როგორც მამა გაახლა ყველა თელი საქართველოს ყველა დღება ხო მადლობა ღმერთს არის გადატანილი ცხეთაში თქვა, სამთავროში, სამებაში, ბეთანიაში და ამ დროს როცა თელი საქართველოს მორწმუნე ურწმუნო ყველა ტრიალებს ამ სიწმინდეების გარშემო სიყვარულზე ვიქადაგოთ ხალხო და არა იმაზე ახლა რომ აი მე რუსები ესეთები არიან, ამერიკელები ესეთები არიან, ესეთ რა ჩემი საქმეა ვინ როგორია. შეიძლება მე ახლა ხიბში ვარ, ჭყალებში ვიძახი, ეს ყველაფერი მომეჩვენა, ისინი ძალიან ცუდები არიან, მაგრამ მე ხო ვიცინი, მე ხო მიხარია, მე ხო მიყვარს, მე ხო კარგს ვლაპარაკობ. ხა წარმოიდგინეთ, მე რომ ჩამოსულიყავი და მე თქვა რომ ახლა მე იქ ვნახე საშინელება, ძალიან ცივი ხალხია, ძალიან ესე თქვა ცუდად ლოცულობენ, აფერისტები არიან და ეს მინდა გაუხარდებოდა ესე რომ მე თქვა, რა თქმა უნდა არ გაუხარდებოდა. ხო მე კიდე ახლა კარგად გამიგეთ გიორგი, ისე რაც ვნახე და რაც გამიცდე, ყველაფერს კიდე ვერ ვიძახი რომ ვიღაცას არ ვეგონო რომ მე თქვა მომწამლე სისხლი გადამისხეს თქვა და ასე რომ მე ჩემო ძირფასებო იქ ვიყავი, რათა წმინდა სერგეი ადონეჟელი მოღვაწეობდა. იქ ვიყავი, რათა წმინდა სერაფიმ საროველი დადიოდა ხალხო და ოპტინელი მამების კელიაში ვიყავით. ახლა გინდა შეშლილად ჩავთვალეთ, რა ვიცი, გინდა განვიკითხეთ და რა ვიცი და მე ოცნებას არ მქონია გიორგი, ისი ამისურვლა ღმერთმა ეს ოცნება ხო და ასევე ღმერთმა ყველას დაგანახოთ რომ სიწმინდეს და სიყვარულს ეროვნება არ გააჩნია. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ყველა ეროვნებას შეუძლია თავისი სიყვარული და სიხარული დაუმტკიცოს სხვა საზოგადოებას. დიახი, იმიტომ მამაო, აი ჩემთვის არის მაგალითად აი ძალიან დიდს ნიშნავს სერაფიმ საროველი და ნუ წმინდა ნიკოლოზი ყველა მიცის და სერაფიმ საროველი ძალიან აი სულ გული დამაქვს ხოლმე. და მამაო, აი ჩემი ოცნება არის რომ აი მის ნებისმიერ რაღაცას ხელმონაკი რაღაცას ვემთხვიო და რატომ იცით მამაო რომ საქართველოსეც თქვა და ნათქვამი აქვს მას რო ისა რა ქვიაო საქართველოს ნურავინო ნუ შეეხებითო თორე ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენი ისო წარმოგიდგენთ ეხლა და აი მაგის გულს ეხლა ვიღაცა მთავრობის წევრი რო ცუდია და ცუდად იქცევა ხო მაგის გულს მე შევიძულო ის არანაირ შემთხვევაში და ვერ შევიძულებ აი რა ვიცი ვისაც არ უნდა ეწყინოს პირიქით უფრო მიყვარს ახანც აი ესე უყვარდა იმას ადამიანი და თან მამა გაბრიელიც ამბობდა რომ აი მამა გაბრიელზე გამახსენდა და მინდა აუცილებლად ამ თემას შევეხო ცუდი ადამიანიო არ არსებობს გან არ არსებობს მამაო
ცუდი ყოფაქცევის ადამიანი, მაგრამ თვითონ იმდენად მაგარი იყო, რომ ადამიანს ცუდად ვერ ხედავდა. დიახ, ხო და აი ამას თუ გავითავისებთ, ჩვენთვის იქნება კარგი, თორე ვისაც დავაკლებთ, ეხლა ჩემთვის ვიღაცა ცუდი იქნება, სულ არ არის, ხო? ჩემთვის არის კარგი ის და არ ბოღმა არ მექნება და შური და რაღაცა და ადამიანს კარგად დავინახავ, ხო და სხვათა შორის მამო ადამიანებსაც როგორც შეხედავ, ზუსტად ისეთი გეჩვენება, აი როცა შევხედავ ცუდად, აი ცუდი მეჩვენება ეს ადამიანი. დიახ, აი ცუდი ადამიანი რო არის და კარგად თუ შევხედავ, შევიბრალებ უკვე კარგად მეჩვენება, რაღაცა ის არის რა. მაგრამ აი მამა გაბრიელთან დაკავშირებით მინდა მამაო თქვა რომ აი მე ავიცი უდიდესი წმინდანი იყო და ესეთი წმინდანი რავი საქართველოს ბოლო ხანებში კი თითქმის მე ვფიქრობ რომ არ ყოლია და მამაო თუ შეიძლება აი რამხელა სიხარულია ქართველი ერისთვის რომ ეს თქვენ შეგახსენებთ შეიძლება თქვენ ეს საკითხული არ გაქვთ და მსმენელსაც და მაყურებელსაც რომ მამა გაბრიელი ღირსი მამა გაბრიელი წმინდა მამა ამბობდა რომ მე ვიტვირთებ მთელი საქართველოს და ნახევარი რუსეთიო. შეიძლება ეს არ ვიცი ისე თუ არა, მაგრამ ესე ამბობდა და ეს სიტყვები მე მოვახსენე ოპტინის არქიმანდრიტს ბენედიქტეს. ესე იგი ეს კაცი მთელი საღამო იყო ახარებული და ბედნიერი და სხვა მამებს უთხრა ნახეთო მამა გიორგი მითხრაო. ყველა ხო იცნობს მამა გაბრიელს და ყველას ვეუბნებოდი რომ აი მამა გაბრიელმა თქვა ეს მეთქი და ისე მოეწონათ აქ სიტყვები რომ და რატო ნახევარი და ძალიან დიდია მეთქი უსეთი და იმიტომ მეთქი იმიტომ ნახევარი მეთქი და აი ეს სიტყვები ხალხო ხო გაათმობს ერებს ხო ეს ხო უფრო ჩახუტებულები და მეგობრები და უფრო ახლობლები გავხდებით არა აი რამხელა სიყვარული რატო არის ახლა მე უყურებ მაცხოვრის კვართი არის საქართველოში გიორგი დედოფალი ნანა მირიანი მეფე და უამრავი წმინდანების რატო არის ასეთი პოპულარული მამა გაბრიელი. ხა მე უყურე და თანამედროვე მოძღვარი ვარ და მაინტერესებს ხო რა ხდება რატო და ძალიან დიდი სიყვარული მქონდა მამა გაბრიელის და იმ დიდი სიყვარულით ეხლა უფრო გვეხმარება ძალიან ვიდრე ცოცხალი რო იყო. დარწმუნებული ვარ ის როგორ ევედრება ღმერთს წმინდა სერაფიმ საროველთან ერთად რომ შერიგდეს ეს ორი მართლმადიდებლური ქვეყანა და არა მარტო ჩვენ ორი ქვეყანა თელი მსოფლიოს საქრისტიანო თელი ყველა ცხონდეს ხალხო და ყველა მართლმადიდებელი ჯერ რა თქმა უნდა ახლა იმას არ ეგონოს მე პანეკუმენიზმის გადაგება დავიწყე და ეკუმენიზმის ხო უფლისნება არის ყოველი კაცის ცხონება და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა ანუ გახდნენ ყველა მართლმადიდებელი და თუ ჩვენ ერთი ადამიანის ცხონებაც არ გვინდა ხო ჩვენ უკვე მართლმადიდებლები აღარა ვართ ასეთი იყო მამა გაბრიელის რომ მამა გაბრიელი ყველაფერში სიყვარულს და არავის არ უთქვია მას ეს სუდია ეს თქვა ასე და ისე მე ყველაფერი არ ვიცი რა სამობდა მამა გაბრიელი მაგრამ ასე სამობდა ვიცი სიყვარულით ამობდა და სიყვარულის მქადაგებელი იყო. აი მეორე პავლე მოციქული იყო ჩვენთვის ფაქტიურად და ერთ პატერექს მოგიყვანთ კიდე მამა გაბრიელის მსგავსი დიდი მამები როგორ ერთ მეუდაბნოე მამას სადაც მე-18 ესეთი თითქმის თანამედროვე იყო ტყეში დაინახა ფირფრინამა რო გადაიფრინა ხო და ერთმა პიჯვარი გადაეწერა სადაც ეშმაკის მოგონილიაო და მადლობა ღმერთს რომ ჯვარი დაფრინავსო თვითფრინავში ჯვარი დაინახა იაპონური მაგნიტოფონი მიუტანეს და იქ ხო არის ეს თქვა შესაერთებელი ელემენტებზე პლუსი და მინუსი. მადლობა ღმერთს იაპონელებიო ქრისტიანები ყოფილან. ანუ კარგი დაინახეს ეს დალოცილო ხო რა. ხო შეიძლება პირიქით თქო ეშმაკისა და გადააგდე და საჭიროა და აი მინუსია. ასე შემდეგ. ამიტომ მე წავედი ჩვენი ჯგუფი წავიდა იქ რომ იმ სიწმინდეებს შეხვებოდეთ ახლა მე პუტინთან არტოსულად შესახვედრა მედვედევთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მადლობა ღმერთს რომ ახლა ჩვენ გვითხრეს რომ აი დიდივოევოს მონასტერში ხშირად სტუმრობს პუტინი თავის ოჯახთან ერთად. ახლა იქ რასაკეთებს, რატო სტუმრობს, არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ინებოს და წმინდა სერაფიმ საროველმა გაუხსნას გონება ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტს, რომ არა მარტო ქართველები, არამედ აგრესიას და შუხს მუთესავს ერებს შორის. აი ამას თხოვდი ნამდვილად, ხო? მე იმას არ ვიძახი, რომ ყველაფერი კარგად არის და დიდი ქრისტიანი ხალხია სულ ყველა და ასე შენ რა ჩვენ ვნახეთ და რა ჩვენი თვალი და ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ეს იყო ის, რომ ჩვენ ძალიან უყვარვართ არა გრუზინები, არამედ ივერები. ისინი ეძახიან ივერიის ეკლესიას და ივერიის ღვთისმშობლის ხატი იცით რომ განსაკუთრებით უყვართ. ხო, ასე მე კიდევ ვიმეორებ, ახლა ჩემი ძალიან კრეხილური შედარება შეიძლება იყოს აი დავით მეფსალმუნე რომ შეუძღვება კიდობანს იერუსალიმში, ხო, გაშიშვდება და აი თქვა ისეთ სიხარულს გამოხატავს, რომ სულელი ეგონებათ. ხოლო მე რა თქმა უნდა არ ვედრები დავით მეფსალმუნეს, ისეთ სიხარული მქონდა რომ ჩამოვედი, რომ აი მადლობა ღმერთს მეთქი, რომ ღმერთი მართლა როგორი სიყვარულია, რომ აი ამ ცივ ქვეყანაში მზე არ გვინახია ფაქტობრივად, ერთხელ იყო ოპტინაში, დავინახეთ მზე. დანარჩენი თორს მოგეხსენებათ, როგორი მკაცრი ამინდია და იმ ამინდში, იმ პერიოდში, რომ დარჩე შენ 1-2 წელი, შეიძლება შენს გახდე მე რაღაც მკაცრი გრუპი და ცოტა უფრო მრისხან.
და წარმოიდგინე ჩვენ რო ესეთი ქვეყნიდან ჩავდივართ იქ და ამათთან ურთიერთობა გვაქვს მე მგონი ჩვენი ურთიერთობა აი ამ ყველაფერს მე დაათბობს და დიდი აღარ იქნება ომები აღარ იქნება ანექსია ფოტოშურის აი ძალიან კარგად მახსოვს სასულიერო სემინარი აკადემიის რექტორი მეუფე ესე თქვათ თეოგნოსტი რომელმაც ძალიან დიდი სიყვარულით მიგვიღო და ესეთი რამე გითხრა ტრაპეზის დროს რომ ძალიან გავსო აფხაზეთი საქართველოსო და მეუფემ უთხრა რომ კი არ გავსო საქართველოსო და ხმა აღარ მოუგია საერთოდ ხო მას სიყვარულით გითხრა რომ ეს მართლა საქართველოსა და მე აი ესეთი საინტერესო რაღაც თქვა რომ ხალხო თქვენ ხო მართლმადიდებლები ხართო და თქვენო ყრითო რუსეთიდანო და ამ დროსო აზერბაიჯანებსო და სხვა ენებსო ვიხუტებთ გულშიო მილიონზე მეტი აზერბაიჯანელია მოსკოვშიო და ჩვენ ქვეყანასო სულელური პოლიტიკა აქვს რა როგორ შეიძლება თქვენი გაშვება რუსეთიდანო რა ჩვენ ერთმორწმუნეები ვართ წარმოიდგინეთ რა გიორგი ამას ამბობს მღვდელმთავარი რომელიც სასულიერო სემინარი აკადემიის კადრებს ამზადებს ხო ის რო ასე გადაგებს ის ხო იგივე ეთყვის თავის სტუდენტებს და ასეთი დამოკიდებულება ექნება ხო ეს ჩემი თვალით და ჩემი ყურით მოვისმინე და დავინახე რომ ესე იგი მას ხო უსმენთ ფაქტიურად ეხლა ხო ვიღაცები უსმენენ ალბათ ხო და ერთმა ჩაილაპარაკა მე რომ მეუფე თეოგნოსტისო საწინააღმდეგო პოლიტიკა აქვს პუტინთან ეხო ეს გამიხარდა ეს ხო უნდა დაინახო და ეს ხო და მომიყვა ანეკდოტები ახელებზე მიხაზე და მაროზე და ასე შემდეგ ხო აი მე სიტყვები არ მყოფნის რომ ეს ყველაფერი არ ვთქვა და კიდევ ვიმეორებ შეიძლება მე მოხიბლული ვარ შეიძლება ზოგიერთები თქვენ ახლა მომხიბშია დაწნარდება მე დამშვიდება გაულის ეს ყველაფერი მაგრამ რაც თქვი და რაც დავინახე მე მგონი რომ ეს გასაკვირიც არის მაგრამ თათ არ უნდა იყოს იმიტომ რომ თაცა ღმერთია თაცა იესო ქრისტე თაცა მართლმადიდებელი ეკლესია იქ არის სიყვარულიც და თაცა არ არის უნებრივია იქ აი ჩვენი ძალად შეხვედრები რო არსებობს ხო ეს ქვეყნებთან რაღაც ვითომ როგორ აღშფოთდებიან ხოლმე და რომ გაბრაზდებიან ხოლმე და არაფერს რო არაკეთებენ ხო აი ტყუილად გაბრაზდებიან ხოლმე და რო აღშფოთდებიან ხო ჯობია რომ ისინი არ აღშფოთებულ არ მაგრამ ლოცულობენ ჩვენზე და უყვარვართ და მე მგონი ჯობია მაინც სიყვარული და მეგობრობა და ჩატეხილი ხიდი რომ გამთლიანდეს და ვიყოთ ჩახუტებულები არა მარტო რუსებთან არამედ ყველა მართლმადიდებელთან და ვინც არ არის მართლმადიდებელი კიდე ჩვენი ერთობლივი ლოცვით ღმერთმა ყველა მოაქციოს ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო. თან ის მომენტი მინდა რომ აი აღნიშნო რომ ზოგიერთი ღიათ ვინც მაგალითად გიპირისპირდება გერჩინოს ის ვიდრე აი სიტყვაზე როგორ ზოგიერთი გეფერება და ისეთი სექტები და ისინი შემოყავთ მამაო საქართველოში რომ აი ძალიან ცუდ აი ესეთი კანონები შემოაქვთ სიტყვაზე რომ ხვალ შენი მართლმადიდებლობა ძალიან აი ესე გაუბრალდოვდება ნუ ეგენი ვერ გაუბრალოვენ მაგრამ ჩვენი უფლებები შეიზღუდება მაგრა და ის წინ წამოიწევა ისინი თან ვითომ გვეფერებიან და ეს ქემაიც იცი რომ სიტყვაზე აგრესორია თავის პოლიტიკით ხა ადამიანებს არაფერს არ ვერთ სიტყვაზე მაგრამ აი ამერიკა მაგალითად ვიცი რომ სიტყვაზე ვითომ გვეფერება მაგრამ უცბად აი ხვალ შემოიღებს ესეთ კანონს რომ სიტყვაზე იაღოვილი თუ შემოგეჭრა სახში და შენ შვილს წიგნი დააჭერინა შენ უფლება არ გაქვს სიტყვაზე რომ იმას უთხრა რომ ჩემი შვილია და არ მისცე ეს წიგნი და ეგეთი რაღაცეები და თან მამაო გვაკავშირებს ბევრი რამ ისეთი ხო ჯერ მართლმადიდებლობა გვაკავშირებს მე თან ვერ გაიქცევ ფიზიკურად კარის მეზობელია ხო მამაო ამას ნუ რაღაცა ის იმად გამოდის მაგრამ ისეთი მომენტია რომ იმას არ ვამბობ რომ რაღაცაო დათვით მოგერევაო ხო იცით მაგას არ საუბრობ მაგაზე მაგრამ ჩვენი ანუ ის უნდა იყოს რომ ქრისტეთი მოვერიოთ და არა ეშმაკით აი უბრალოდ ამის თქმა მინდოდა რა ეხა ის თუ ჩვენ ცუდად გვექცევა ხო აი მამა გაბრიელს მაგალითად როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რეები დაითმინა იმ დღეს ცრემლიც კი მომადგა ისეთ რაღაცებს ითმენდა და იმ დროს ეცვა კაბა რომელ დროსაც კაბის გულში ძალიან ბევრ ამის უშავდნენ მაგრამ ესენი აიტანა სიყვარულით მამაო და მთელი მსოფლიო მიაგებს პატივს მამაო და ეგ მომენტი იქნება რომ ჩვენ თუ ამას ჩვენ ვიცით რომ მოგვერევა ის მაგრამ თუ გვეცოდინება ჩვენ სიყვარულით ვიქნები ჩვენ ღმერთთან ერთად ვიქნები და მაშინ ვერ მოგვერევა მაგრამ ჩვენ თუ აგრესიით დაუპირისპირდებით ჯერ ჩვენი აგრესია არ გაიშვა მაგრამ სიტყვაზე თუ ბოროტით დაუპირისპირდებით ხო ბოროტი იმიტომ გებძვის რომ ღმერთთან მიხვიდე და ჩაიხუტო ხო და ჩვენ ისე ბოროტთან მივდივართ და ვერ მოვერევით ხო მამაო აი ეს მომენტი მინდა რომ აი ეს სიყვარული რამ ხელაზე განავცო მე მამაო მაშინ 5 კაცი ვერ მიდიოდა მამა გაბრიელთან ისე დღეში იყო ვინც დაელაპარაკებოდა ყველას ისა რო ციხეში ყრიდნენ ხო წარმოიდგინე და დღეს მთელი მსოფლიო ნატრობს მასთან მისვლის ხო ეს დრო ხო დაგვიდგება ხო იმედია მამა მე ვფიქრობ უკვე დადგა ეს დრო და
ეს მოვლენები რაც საქართველოში ვითარდება დღეს მე მგონი გადაეცემა თელ სოფლიოში და მთელი საქრისტიანო სამართლმადიდებლო ეზიარება ამ სიხარულს რაც არის ბერი გაბრიელის საფლავის გახსნა და იმ დიდი მამების იოანესი და გიორგის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიორგი უნდა ჩვენ სიხარულით აქავე მე მინდა გიორგი ცოტა ისე ჩამოვყალიბდე ვინმეს ხანდახან გონია ხოლმე რომ მე თქვა შეიძლება რაღაც სხვანაირად ვლაპარაკობ მაგრამ ზომიერება არის ყველაფრის მე მგონი საწყისი მართლმადიდებლობა არის ზომიერება ხო იმ ადამიანებს ვინც გახარებული და დიდი სიხარულით ეამბორება ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებს რომ ზომიერება დავიცვათ ყველაფერში და გადამეტებული ღმერთს და წმინდანებს არაფერი არ უყვართ საჭიროა ყველაფერია ისე თავდაბლობით სიყვარულით მოლოცვით ვინც მივა და ეამბორება ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებს ბერი იოანეს და გიორგის იქიდან უნდა წამოვიდეს შეცვლილი სიგარეტს თუ ეწეოდი აღარ უნდა მოწიო განკითხვაში რო იყავი აღარ უნდა იყო განკითხვაში რო იწყევლებოდი აღარ უნდა იწყევლებოდე თორე ღმერთი კურნავს და ეუბნება წყადიდან უღარ შესოდაო იგივე სამოს მამა გაბრიელს რომ მოხვედი შვილო ჩემ წმინდა ნაწილებთან და განიკურნე წყადიდან უღარ შესოდაო თუ წამოხვედი და ისევ ბოღმა ხარ ისევ შურიანი ხარ ისევ ლოთობ ისევ მრუშობ იგივე დაგემართება და მე აღარ განიკურნები და ჩავარდები ძალიან ძლიერ მდგომარეობაში აი ამ სიწმინდეების ამბორი მხოლოდ და მხოლოდ გამოიხატება იმაში რომ ჩვენ ერი გავძლიერდეთ გავსულიერდეთ აუმაღლდეთ დაუმდაბლდეთ თავდაბლები გავხდეთ და მოსიყვარულეები გავხდეთ ხო აი ეს არის მთავარი ამ ყველაფერს და არა ის რომ თქვათ აი მე ხვალ მესმის რომ ვალები გვაქვს მესმის რომ სნეულებაში ვართ ეს ვიცით რომ ასია და ღმერთმა ყველას ის ბანკის ვალიც გაასტუმრებინოს ის სნეულებაც მოაშოროს და ყველაფერი კარგად იყოს მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ბერ გაბრიელს მაგათ ამას ავთხო რომ ღირსო მამაო გაბრიელ მომეცი ისეთი სიყვარული როგორც შენ ქონდა რომ მე რუსი აღარ მეზიზღებოდეს ის იღოიოღოველი არ მეზიზღებოდეს სხვა ეროვნება არ მეზიზღებოდეს ამერიკელი არ მეგონოს ბროტების სახელმწიფო აი არ მეგონოს თქვათ ის სხვა სახელმწიფო ასეთი და ისეთი ყველგან სიყვარულს ხედავდე ნეტა ასე იყოს მაგრამ რაღაც არ ამგონია ხო როცა ამას იტყვი მე ეძახიან აი რაღაც ნაკლებად უყვარს თქვათ ამას ეს წმინდანი თქვათ იმას ეს პატივს არსებს ხალხო ნუ და გვავიწყდება რომ ღმერთი არის იესო ქრისტე ღმერთი აი არ შეიძლება ღმერთზე მეტად ვინმე გვიყვარდეს ხო ამაზე პირდაპირ წერია რომ ვინც შეიყვარებს ჩემზე მეტად დედას მამას ამ მამაში წმინდა მამაც შეიძლება რომ იგულისხმებოდეს ხო აი სვანეთში ხან უეწყინება სვანებს წმინდა გიორგი ჯგრაკ მეტად უყვართ ხანდახან ვიდრე იესო ქრისტე ხო წმინდა გიორგი არის თვარის კულტი და ყველა ნუ რა თქმა უნდა კარგია რომ უყვართ მაგრამ ჯერ ხო იესო ქრისტეა პავლე მოციქული ხო ამბობს რომ ვინ გაეკრა ჯვარს პავლე პეტრე აპოლო კეფა თუ იესო ქრისტე ხო მამა გაბრიელი ხო არ გაკურებულად ჯარს იესო ქრისტე გაეკრა ჯვარს აი ეს დავიცვათ ხალხო რომ მეტად ნუ გვეყარება ვიდრე ღმერთი ღმერთია ისე ამბობენ წმინდა მამები რომ ეგოის ის არისო ეჭვიანიაო ნახეთ როგორ ნათქვამია რას ნიშნავს ეჭვიანი ვიზე ეჭვი ვისაც დაინე შენ გიყვარს იმას შენზე მეტად სხვა უყვარს იმაზე ეჭვიანობ ხო ანუ ჯერ ღმერთი უნდა გიყვარდეს და ღმერთიდან გამომდინარე უნდა გიყვარდეს წმინდანები აქ გადამეტება და ეს ახლა წარმოვიდგინე იწყება დიდი მარხვა ახლა არის ყველიერის კვირა შენდობის კვირია ეს თუ ჩვენ დაგვავისდა ხალხო ახლა მარხვა ყველიერია და ჩვენ ახლა დოლგარმონიძე ვიქეიფეთ და მამა გაბრიელი მიყვარს და რა ლოცვა რა მარხვა არ მაინტერესებს შენ მამა გაბრიელი კი აღარ გიყვარს უკვე ხარ ფანატიკოსი და უკვე ხარ ხილფში ხო ეს ყველაფერი უნდა დავიცოთ ხალხო რომ მარხვა როცა არის მარხვა იყოს ნახეთ ხო როგორ მოვლენები განვითარდა შობის მარხვის ბოლოს ხო თელი ყურადღება გადავიტანეთ არა ბეთლემისკენ მაცხოვრიშობისკენ არამედ მცხეთისკენ თქვათ ესეც არ მე მგონია რომ უფალს არ ესიამოვნება ასე რომ ჯერ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთ არსება სამპიროვანი ღმერთი და მერე მისგან გაბრწყინებული წმინდა მამები უნდა გვიყვარდეს და შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ მათ გადამეტებული არც მარცხნივ შეიძლება უკიდურესობა ანუ ცუდი და არც მარჯვნივ გადამეტებული არც მოძღვარი უნდა გვიყვარდეს გადამეტებულად არც მშობელი და არც ამოჩემებული წმინდანი იმიტომ რომ ღმერთმა არ იეჭვიანოს მერე ჩვენზე წყალებში ვიძახი ბუნებრივია ეს მცნებაში გიწერია პირდაპირ რომ ვისაც ჩემზე მეტად უყვარს ვინმე ის ჩემი ღირსი არ არის რატო იმიტომ ჩემ თავარი შეიძლება რომ მზეზე მეტად მისი სხივი გიყვარდეს წმინდანები არიან სხივები მზის და თავად დისკო თუ არ გიყვარს და ის ვისგანაც ეს ნათელი მოდის როგორ შეიძლება წარმოვიდგინე ახლა რომ ჩემ სახლში რომ შუქი ანთია ის რა თუ რა მიყვარდეს და საიდანაც ის შუქი მოდის იმას პატივს არ ვცემდე ხო ანუ მე ისე იციან ხოლმე ეკლესია მიყვარს და ღვთელი არ
ეს სისულელეები რო იციან ხო ფაქტიურად. ასე რომ ჩემო ძირფასებო გთხოვთ ყველას რომ მამა გაბრიელს როგორც გაეხარდებოდა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის და როგორც იესო ქრისტე გვასწავლის, ისე მივაგოთ პატივი წმინდანებს. და ვისაც მამა გაბრიელი გიყვართ, ყველამ დაიცავით დიდი მარხვა. შეიძლება რომ იყო მართლმადიდებელი, გიყვარდეს მამა გაბრიელი და მარხვას არ ინახავდა. ეს ხო აბსურდია, ეს ხო წარმოუდგენელი. ჩვენ ხო მარხვას იმიტომ ვინახავთ, რომ განვიწმინდოთ, ეშმაკისგან განვეშოროთ. და თუ ჩვენი მიზანი არის მარტო ის, რომ მადლი მივიღოთ, რაღაც განვიკურნოთ და არც მარხვა შევინახოთ, არც სულა შენდობის კვირა. აი ესეთი სიყვარულით თქვათ, ეხლა აი ამ კვირა შენდობა, როგორც მამა გაბრიელი ვასწავლდა, როგორც მამა გაბრიელს ქონდა, როგორც სერაფიმ საროველს ქონდა, ხო? მე მგონი რომ ეს არის მართლმადიდებლობა და არა თქვათ რაღაც გადამეტებული, ისტერიული, თქვათ რაღაც მოძრაობები და გადაადგილებები. მადლობა, მამო. უბრალოდ არიან მამო ადამიანები, რომლებიც სიტყვაზე ღმერთს ხედავენ იმაში და ზოგ შეიძლება არც გამტყუნდეს. ხო, უბრალოდ ზოგმა არ იცი, ზოგმა რაღაცა, მაგრამ კარგი არის რომ მაინც რომ საბოლოოდ მაინც აი ამ სხივსაც მზემდე მიყავს, ხო თვითონ. აუცილებლად. ისა, ხო, მაინც ანუ ეს მომენტი შეიძლება, ხო, აი ზოგს მაგალითად აი ესე უყვარს, მაგრამ მე აი შვილი შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ იმ შვილში უნდა ის შვილი იმიტომ გიყვარს, რომ ღმერთს ხედავ, ხო, იმაშიც რომ დაინახო ღმერთი არ იქნება. გაჩერდე გიორგი და გააგზელო იმ სხივთან ერთად ურთიერთობა უფალთან. მაგათ თქვი უბრალოდ. ხო, უბრალოდ რომ ანუ ის არ გამოვიდეთ, რომ ვისაც სიტყვაზე ვიღაც ადამიანი უყვარს, იმ ადამიანის გულისთვის ღმერთი გაყიდოს. ეს უარესი იქნება ისევ იმ ადამიანისთვისაც, ვინც გიყვარს, ხო? ანუ მაინც ანუ სამართლიანად მოიქეცით, ეგ თქვით უბრალოდ, ხო მამა? არა, მე მგონი ჩამოვაყალიბე გასაგებად საეკლესიო სწავლება. თუ საეკლესიო სწავლებაზე მეტი რამე არსებობს, მაშინ კი ბატონო აი ჩვენი უბედურება რა არის გიორგი, ცოტა ჩვენ მე ყოველთვის მეგონი მისმენთ და ყოველთვის ვცდილობ რომ საეკლესიო სწავლებით ვისაუბროთ, მამები ამბობდნენ. და თუ ჩვენ ესე არ გვაინტერესებს და ჩვენ ისე როგორც ჩვენ გვინდა რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება მოვირგოთ, ჩვენ ვიქნებით სექტანტები მაშინ უკვე. მართლმადიდებელი წარმართები და სექტანტები ვიქნებით და ძალიან ცუდად დავამთავრებთ მე სექტაზე უარესები კიდე იმ ეს არის მართლმადიდებლური სექტები, რომელიც სამწუხაროდ გაჩნდა ჩვენთან დღეს და ველაპარაკები რომ აი თქვა დიდი მამები ამბობენ ამას, არ გისმენდნენ და ისე რაღაც ჭყიბავების და კითხავების სიტყვები მოყავდა. მე გამოვდივარ ვერე თითქოს რაღაც ისეთი ცუდი და მე ყოველთვის ვახმოვანებ ჩემი დიდებული დედა ეკლესიის სწავლებას. ავტორიტეტი არის მსოფლიოს საეკლესიო კრებები, ბასილი დიდი, ივანე ოქროპირი და წმინდა ნიკოლოზი და ასე შემდეგ და თუ ამაზე მეტი ვინმე ყავს ჩვენ ახლა და ეს სწავლებები უნდა შევცვალოთ, მაშინ უკვე ეს ნიშნავს გადახვევას მარცხნივ სამწუხაროდ და ერთმა დაგვიფაროს. ისი მოწინააღმდეგეს თავად მამა გაბრიელი იქნებოდა ფუნებრივია, იმიტომ რომ ის იყო მართლა ღმერთშემოსილი ბერი და ასწავლიდა სიყვარულს. და არ მოწონდა მას ის რაღაც ადმეტი რაღაცები რომ იყო ვიღაცეებში და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ხო? დედა ეკლესიის სწავლება უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე და მივიღებთ მადლს. და ეს წმინდანებიც ამაზე ლოცულობენ, რომ ჩვენ ეკლესიას, ჩვენმა ერმა, რა კი ერთხელ მივიღეთ მართლმადიდებლობა, არ გადაგვიხვევია მადლობა ღმერთს, არც მარცხნივ და არც მარჯვნივ და ასე უნდა ვიეროთ ბოლომდე. და წმინდანი არის ომში გამარჯვებული გმირი, რომელმაც მაგალითი მოგცა, ჩვენ წარმოგიდგენია გიორგი, რას ნიშნავს 1965 წელს 6 მაისს კომუნისტურ პარადზე ლენინის პორტრეტის დაწვა. ეს მეგონი გმირობა, ზეგმირობის სტოლფასია და ეს გააკეთა მამა გაბრიელმა, ხო? აი წარმოვიდგინე რა. ასე უნდა აღნიშნო ახლა მოსკოვში ვნახე ძალიან ბევრი ლენინის ზეგლები და ნამგალი და ურუები. ალბათ აიღებენ ამას რუსები. ეს უნდა აღნიშნო, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრი რუსი ისევ ჩარჩენილია იმ ძერჟავაში და იმ სამწუხარო მდგომარეობაში და ალბათ ამ მამების ლოცვები მათ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. აუცილებლად. მამო, კიდე მაინტერესებდა ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აი რავი ძალიან გული წყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგი უცხოეთში რაღაცა ვერ ჩამოდის. მე როგორც ვიცი და რამდენადაც ვიცი, მამა გაბრიელს რო ჩააბძანებენ ლუსკუმაში არის, ეხა ჩააბძანებული და არ დაასაფლავებენ მამაო და იქნება ესე დარჩება ისევ და მე როდესღაც თქვენც მოგიწევთ, მაგრამ თუ ვინმე ვერ მოხვედით, ან ვერ შეძელით რაიონში ხართ რომელიღაცაში, ხომ ამ საქართველოს გარეთ ხართ, აუცილებლად მინდა რომ გითხრათ ეს ინფორმაცია, აი როგორც დავით გარეჯელის ქვის წამოღების ამბავი არ იყოს, მაქედან შეიძლება უფრო მეტი წაიღოთ, ვიდრე მე 4 ჯერ ვიყავი უკვე იქ ასული, ჩემზე მეტი რა, აი დამიჯერეთ, ვისაც გულით გინდა და 24 საათიანი გრაფიკია გიორგი აღნიშნეთ რა,
დიახ, აუცილებლად ერთი კვირა სამებაში და მე მცხეთაში გადაბრძანდება და მე ვიცი რომ ესე იქნება ლუსკუმაში და ყველას გექნებათ საშუალება რომ ემთხიო და თან აი ვინც ვერ შეძელით ხო იცოდეთ რომ აი თუ გულით გინდათ ყველგან არის მამა გაბრიელი ისეთი არის რომ მაშინაც ყველგან იყო და ეხლაც ყველგან იქნება აუცილებლად თქვენ გულებში იქნება და პირდაპირ შეგიძლიათ თხოვოთ ეხა ცოტა ისეთი ის არის მაგრამ ვისაც უბრალოდ გული გწყდებათ რომ ვერ მოდიხართ არ გეგონოთ რომ არ დაგეხმარება აუცილებლად დაგეხმარებათ მამო კიდე ისა რა ქვია თუ შეიძლება აი 4 წუთი დარჩა და აი ან მიახლებასთან დაკავშირებით არ რაღაცა იმიტომ იქ ბევრი არასწორი მისასვლელი ძალიან ხილობ გიორგი ახლა კიდე მეშინია რომ ასულად არ გაიგონ ჩემი საუბარი და თხოვნა მექნება როგორც მართლმადიდებელი მოზღურის რომ ცხეთაში რომ მიბრძანდებით ხალხო დიდება უფალს რომ მამა გაბრიელის საფლავს და მის ვთქვათ ლუსკუმას და წმინდა ნაწილებს ვეამბობებით მაგრამ უნდა გავისწრებათ რომ ცხეთაში არის კვართი მაცხოვრისა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტეს დედოფალი ნანასი და მეფე მირიანის და უამრავი სიწმინდეა მცხეთაში. ესეც გემოთ მოყარეობა, რაკი ჩვენ გამოვნახეთ დრო და მივდივართ იქ. აი, აქაც რაღაც გარკვეული იერარქიულობა უნდა დავიცვათ ხალხო რა. და რომ მიხვალთ ქვედალოცვილებო, იქ მოიხედეთ კარგად, ბევრი სიწმინდეებია და იქნება იმ სიწმინდეებსაც ვიამბობთ და პატივი მივაგოთ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა რაღაც შეურაცხყოფილათაც შეიძლება იგზნოს კვართმა თავი რომ ჩამოვიდა ამდენი ხალხი და ამხელა სოფლიო დონის სიწმინდე არის ცხეთაში და იქ შეიძლება ვიღაცამ არც ქუდი რო შეუგდო, შეიძლება არც კი შევიდეს რა და საწყენოთ არ გამიგოთ შემოკარგებო სიყვარულით გელაპარაკებით რომ აი მამა გაბრიელის მიმართ ხოვნა იყოს სულიერი პირველ რიგში რომ გამოვსწორდეთ და უფრო მოსიყვარულეები ვიყოთ და მე დანარჩენი თქვა ჯანმრთელობა რაღაც ფინანსური შეჭირება თუ რამე არის, რა თქმა უნდა, ღმერთმა ხო ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იცის და მე იმედი მაქვს, რომ მამა გაბრიელი აუცილებლად ყველას უშუალოდ ამდგომლებს. მაგრამ იქ მისულები, ნუ გამობრუნდებით ისე რომ მასხოვრის კვართს არ ვეამბობთ, არ ვილოცოთ იმ დიდი მეფეების და დედოფლების და მოგლეთ, რა ვიცი, მცხეთა ხო წმინდა ქალაქია და იქ რო ჩადიხართ, მე მგონი 1 საათი არ არის სამყაროსი, რომ ის მადლი და ის ყველაფერი დავიტიოთ და მივიღოთ. ღმერთმა ყველას, ესე ვთქვათ, შეგეწიოთ იმ დიდი რუსი მამების როცა კურთხევა და მადლი და ჩვენი ბუმბერაზი მამების როცა კურთხევა და მადლი. მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ რო გვესმის ივერიის გამწყინება და მას ვამბობთ ხშირად, აი ეს ივერიის გამწყინება დაიწყება მამა გაბრიელის ნაირი წმინდანების მეოხებით და ჩვენი ერის განსულიერებით და იქ ჭეშმარიტი თაყვანისცემით, თავდაბლობითა და სიყვარულით. მე ვფიქრობ, რომ იქიდან წამოსული ქრისტიანები აღარ იჩხუბებთ, აღარ განიკითხავთ, ცუდები აღარ ვიქნებით და ყველა შევინახავთ მაცხოვრის ბრწყინვალე, ესე ვთქვათ, სააღდგომო დიდ მარხვას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამაო, ძალიან 50 წამი დარჩა სამწუხაროდ, მამაო, თუ დალოცავთ კიდე მამა გაბრიელის ლოცვა. ხო, მე როგორ გავკადნიერდები და აი ამ მდგომარეობას როგორც საქართველოსია, მე ვინ უნდა დავლოცოთ, მამა გაბრიელის ლოცვა შეეციოს არა მარტო საქართველოს, თელ მსოფლიოს, განსაკუთრებით რუსეთს, და კი მამა გაბრიელი, არ ვიცი, ხუმრობდა თუ ასე იძახო და იტვირთა ნახევარი რუსეთი, თელი რუსეთიც იტვირთოს რუსეთში, რაც ჩვენ ვნახეთ, არა მარტო მონასტერებში ყოფილიყოს, არამედ ის მრავალრიცხოვანი ერი თლიანად განხუთარ იყოს მართლმადიდებელი, რომ მათი შემხედვარებ მთელი ევროპა და მსოფლიო გაქრისტიანებულიყოს და ყველა ადამიანი ცხონდეს და გაიხაროს უფალში, სასუფეველში და ყოფილიყოს მარადიული ნეტარება და არა კბილთა ხრჭენა. დიახ, უღრმესი მადლობა, მამაო. მადლობა ღმერთს და მადლობა გიორგი შენ განსაკუთრებით მინდა რომ მაძლევ ამის საშუალებას რომ მე ესე თავისუფლად ბოლომდე ხან იუმორით, ხან ცოტა დაძაბული, ხან ესე რაღაც ვისაუბრო, იმიტომ რომ ვიცი რომ ხანდახან შენ რომ უნდა რომ ბევრი მტერიც აყო, ისე მინდა ვისაუბრო, ის მტერებიც მოყარე გავხადო და აღარ ნუღა ჩაგვისაფრდებიან და ნუღარი თუ ენტო ჩვენ გულით ვლაპარაკობ და თუ ისე ვერ ვლაპარაკობთ, შეგვინდოს ღმერთმა და მამა გაბრიელის თუცა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს. უღრმესი მადლობა, მამაო. აუცილებლად დაგემშვიდობებით ყველა მინდა მოვიკითხო ყველა სასულიერო პირი მამაო დიდ მადლობას მოგახსენეთ მართლა მობრძანებისათვის ესეთი კაი საუბრისათვის ყველა უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო და განსაკუთრებით მინდა აი ჩემი მშობელი მინდა მოვიკითხო ქალბატონი ეთერი მინდა კაკულია მართლა გულით მოვიკითხო რომელიც არის აი ჩემს უწმინდესის და მამების შემდეგ არის აი ყველაზე კეთილი ადამიანი მე ვისაც ვიცნობ აი მართლა გულით და ალალად ვამბობ და ბედნიერებას და სიხარულს უსურვებ ძალიან ბევრს და კარგად ზანდებოდეთ იქ და სამშაბათს აღამოს 9:00 დაგიბრუნდებით კარგად